მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი, ანუნა ბუკიასთან ერთად, რადიო იმედზე. დაღამომშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს, ეს არის გადაცემა უმი სოციუმი, გვიან დავიწყეთ სეზონი, რადიო იმედის ყველა გადაცემა გავიდა უკვე ეთერში და ჩვენ ვართ მე მგონი ბოლოები, თუმცა ობიექტური მიზეზი ქონდა ამ ყოველივეს და ეს ობიექტური მიზეზი იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, რომლებიც დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები არიან, უბრალოდ ერთ-ერთი მათგანია ჩემი გადაცემის სტუმარი, ვიზიტი სოხუმში და შემდეგ ის მოვლენები, რაც ჩვენ ვიზიტს მოყვა. მე ვარ ანუნა ბუკია, ადამიანი, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი, გარდა იმისა, რომ ვარ ამ გადაცემის წამყვანი დღეს მე მგონი რესპონდენტიც გამოვდივარ, გადავწყვეტეთ ესეთი დიალოგი მოგვეწყო, მე და ნატა, ჩემი სტუმარი ნატა თოდუა, ჩემი მეგობარი, ერთად ვიყავით სოხუმში და არც არაფერი ამ ფაქტის შემდეგ ერთმანეთისთვის პრინციპში არაფერი არ გვიკითხავს იმ ემოციებზე, რაც შეიძლება ყოფილიყო და მოსულიყო ჩვენთან ამ პერიოდის განმავლობაში, არც მაშინ, როდესაც იქ ვიყავით, არც მას მერე, რაც წამოვედით, პრინციპში საკმარისი დრო იყო, საკმარისი ბევრი დრო გავიდა იმისთვის, რომ ამაზე გვესაუბრა. ამიტომ დღეს, მოკლედ ესეთი დიალოგი გვექნება. მე და ნატა ერთმანეთს ვკითხავთ, როგორი იყო ჩვენთვის აფხაზეთში ყოფნა და ვიზიტი სოხუმში. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. შეგიძლია ოდნავ მიკროფონი აწიო, პირთან ახლოს, შეგიძლია მიაჩვეჩო შენკენ, რომ კომფორტულად იჯდე. ნატა არის ნაბაკევიდან, სოფელი მდებარეობს გალის რაიონში, საზღვართან ახლოს და ერთ-ერთი საზღვარი, ხურჩის საზღვარი არის სწორედ სოფელ ნაბაკევიდან, სადაც ესეთი აქტიური მიმოსვლა მიმდინარეობს იმ ადამიანების, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ და შეუძლიათ სპეციალური საბუთების ქონის შემთხვევაში გადაადგილდნენ ზუგდიდსა და ხურჩან ნაბაკევს შორის. მე მაინტერესებს მანამ სანამ ჩვენ წავიდოდით სოხუმში. შენთვის ადამიანისთვის, რომელიც არის აფხაზეთიდან, მაგრამ არ არის სოხუმიდან. წარმოდგენებში როგორი იყო ეს ქალაქი? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი ემოციით დავიტვირთე, იმიტომ რომ ფაქტობრივად პირველად მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ, მშობლები, ბაბუაბები ეგ ცხოვრობენ, მაინც ძალიან დიდი ემოციით ჩავედი სოხუმში და ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. ვენით ვერ აღწერ, იმიტომ რომ ძალიან რადიკალურად სხვა ემოციები მივიღე. თითქოს აფხაზეთში მართლა აფხაზეთში პირველად ჩავედი და არა, ანუ ის მომენტი არ მქონდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს ჩავდივარ გალში, თითქოს პირველად ჩავედი აფხაზეთში. და ეს ძალიან დიდი ემოციებით ვიყავი დატვირთული შენთან ერთად, რა თქმა უნდა და ვიცი, კიდევ მაქვს სურვილი, რომ ჩავიდე მომავალ ზაფხულში. ესე ამიტომ დღეს წერდი ჟურნალ ფოკუსისთვის აი ფაქტზე რუსი ტურისტები რომ გამოეხმაურნენ რაღაცას ჩვენს მიერ რუსულად ნათქვამს და მაშინ გამახსენდა რომ შენ ესე უჩუმრად იგრძენი რომ ძალიან გავბრაზდი მათ კომენტარზე და ცხელი მომკიდე და გვერდზე ტროტუარისკენ ჩავიწეთ. სულ რაღაცა ამომიტევტევი და ნეტა როგორ ჩანდი ამ სიტუაციაში გვერდიდან. ანუ მსმენელს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მე ომის შემდეგ პირველად ჩავედი სოხუმში, 23 წლის შემდეგ პირველად ნახე ჩემი სახლი და რაოდენიმე ცნობიც არ უნდა იყოს, ვიპოვე იმ რაღაცა ქვეცნობიერის რაღაცა ძალით, რაც წარმოუდგენელია, ხო, ცოტა რთული დასაჯერებელია, მაგრამ რაღაცნაირად ესე მოხდა. გვერდიდან როგორ გამოვიყურებოდი შენთვის? მე პირადად იმდენად შოკირებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ სოხუმში ჩავედი, ანუ სოხუმში ჩასვლა ჩემთვის ძალიან დიდი სასწაული იყო და სიმართლე გითხრა, ძალიან არ გაკვირდებოდი გვერდიდან, ანუ ამ მოვლენებს ესე არ აღვიქვავდი, მაგრამ გეტყობოდა, რომ უცხო, ანუ ქართველი იყავი და ძალიან ჩანდით, ანუ იმის თქმა მინდა, რომ შესამჩნევი ვიყავით. ტურისტებიც არ ვიყავით, ანუ გვეტყობოდა, რომ ჩვენს მიწაზე ვიყავით და ეს ცოტა
ემოციური ფონი იყო აშკარად კი და გრძნობდი ქუჩაში რომ მივდიოდით რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა განსაკუთრებულად და ეს ცოტა შიშის მომგვრელიც იყო იმიტომ რომ რისკია მაინც იქ ჩასვლა ქართველებისთვის ანუ ჩვენთვის და არ ვიცი იმედი მაქვს რომ მომავალ წელს და შემდეგ წლებშიც მოვახერხებთ ისე მშვიდობიანად ჩასვლა სოხუმში და აფხაზეთში როგორც ეს წელს გამოგვივიდა კარგი მე დავსვი ორი შეკითხვა ეხლა გაქვს სრული უფლება შენ მკითხო რაც შენთვის შეიძლება იყოს აი ამ ჩვენი მოგზაურობის შემდეგ საინტერესო მე ის კითხვა მაქვს შენთან რა იგრძენი მაშინ როდესაც სახლში სადაც წლების წინ შენს ოჯახთან ერთად ცხოვრობდი ნახე როგორ ვითარებაში ანუ რომ ცხოვრობდნენ იქ აფხაზები და რა შეგრძნება დაგეუფლა როგორი იყო ეს მომენტი შენთვის როდესაც წლების წინ დაბრუნდი ბავშვობაში და დღეს როგორი დაგხვდა ანუ შენი ემოციები მაინტერესებს მე კი დავაფიქსირე ფოტოზე მაგრამ რადიოს ცოტა პაუზა არ უყვარს არა და ისეთი შეკითხვა რომელიც ჩემი მხრიდან ხო რაღაცნაირად ხო სიჩუმეს მთხოვს პირველად რო ვიფიქრე იმაზე რა ვიგრძენი და პირველი ფიქრი როდესაც ბრუნდებოდით ხო სახლისკენ რაც ამომიტევდებ და ეს არის რომ მე არ მინდა ამ სახლში დავბრუნდე და დავიბრუნო ის ვინმესგან ანუ წავართვა ის იმას ვინც ახლა იქ ცხოვრობს არ მომინდა ისევე ძალადობრივად მიმეღო ჩემი სახლი უკან როგორ ძალადობრივადაც ის წამერთვა იმიტომ რომ ამით რაღაცა ციკლი ამ არასწორი ქმედების გაგრძელდებოდა და არ დამთავრდებოდა ამიტომ რომ ესე მგონია რომ როგორადაც არ უნდა იყოს შესული თუ შეჭრილი ის ადამიანი ვინც იქ ცხოვრობს ის ოჯახი ვინც იქ ცხოვრობს ჩემს სახლში მე მისი გამოგდებით იქ დაბრუნება არ მინდა იმიტომ რომ ეს რადიკალურად შეცვლის ყველაფერს რაღაცებს გააქრობს რაღაცებს დაასამარებს და მე მგონია რომ ამით უფრო მეტად ვერ წავალ წინ და ძალიან უცნაური იყო მე თვითონაც გამიგვირდა საკუთარი თავის რომ ესეთი ფიქრი მომაწვა რომ მე თუ აქ დავბრუნდები ალბათ ეცი როგორ მე ხელახლა ვიყიდი ამას და ასე დავბრუნდები რაღაცნაირად თითქოს აი ამ ფაქტით ამ ყიდვის ფაქტით რეალურად მე ხომ ვთვლი ცალკე აღებული ადამიანი და ყველა ბევრი ჩემნაირად თვლის რომ ეს მისი არის მისი ოჯახის საკუთრება და ის მან არ უნდა იყიდოს მას უნდა დაუბრუნონ და მე მქონდა ესეთი შეგრძნება რომ მე მირჩევნია ეს ვიყიდო და არაფერი არასწორი არ მოხდეს ამ პროცესში ვიდრე მე იქ შევიჭრა იმიტომ რომ საერთოდ ვერ აღვიქვამ დავკარგე დაბრუნების აი სიტყვა დაბრუნების და აი ამ მოვლენის შეგრძნება იმიტომ რომ ეს ძალიან ხმამაღალ სიტყვად მეჩვენება მას მე რაც ჩავედი და აი ეს გაერთიანება ალბათ უფრო და არა დაბრუნება მე შეერთება ხელახლა იმ ხალხთან ვისთან ერთად ცხოვრობდი არ მინდა რომ იყოს ისეთი როგორადაც ის დაიწყო ძალადობრივად თან გამიკვიცა ისეთ რაღაცები ხდება ჩემს თავს რაც მანამდე უჩვეულო იყო უცნაური ან მანამდე არ მიფიქრია ხო რაღაც სხვა რაღაცები მოხდა ან დაბრუნებას რაც შეეხება როგორ ფიქრობ რაც როცა ჩახვედი სოხუმში აფხაზეთში ხალხის როგორი თვალით დაინახე იქ ცხოვრები ქართველები და ნუ ზოგადად იქ ცხოვრებ მკვიდრი აფხაზები აქვს თუ არა მომავალი იქ ცხოვრებ ქართველებს და დაბრუნება როგორ გესმის ეს სიტყვა? აი როგორც თქვი ეს სიტყვა ეს დაბრუნება საერთოდ რაღაცნაირად გაუფერულდა იმიტომ რომ დაბრუნება რას ნიშნავს? დაბრუნება ნიშნავს რაღაცა სადღაც რაღაცა გარემოში ხო ემოციურ სივრცეში სადაც არიან ის ადამიანები ვისთან ერთადაც იქ იყავით და ბრუნდებით და რაღაცა ყველაფერი და ამ გარემოში ამ 20 წლის შემდეგ როდესაც ბევრი
ისინი არ არიან ვიღაცები ვიღაცები წავიდნენ ვიღაცები გარდაიცვალნენ ვიღაცები სხვანაირები არიან აი დაბრუნების ფენომენს საერთოდ ვერ აღვიქვამ სტერეოტიპი დაბრუნება ჩემი აზრით მაგიტომ ამბობ რომ გაერთიანება და შეერთება რომ დაბრუნება ნიშნავს თუ მანამდე ქართველების გამოგდებით გადაიჭრა აფხაზების სურვილი ხო ახლა აფხაზების ძალადობით გადაიჭრება ქართველების სურვილი და ეს არ მესმის იმიტომ რომ აფხაზებს ვერ ვუყურებ როგორც სხვებს აბსოლუტური იდენტიფიცირება მაქვს მათთან და ეს სიახლოვე ძალიან დიდი რაც შეიძლება ბევრ სხვა ერთთან და ეთნიკურ ჯგუფთან თუ რეგიონის წარმომადგენელთანაც არ მქონდეს და ამიტომ ვერ აღვიქვამ აი ამ დაბრუნებას აი ამ პროცესით რა ბედი აქვს ძალიან უცნაური არის თუ ჩემ თავს ვეკითხები ხალხი რომელიც იქ ცხოვრობს ქართველები რომლებიც ახლა აფხაზობენ ყველაზე მეტად ვინმეს თუ არ მესმის ეს არის აი ამ ხალხის შემიძლია გავიგო ყველა ჩემთვის მიუღებელი შენთვისაც მიუღებელი ან საზოგადოდ მიუღებული რაღაცა არაეთიკური რაღაც მორალს მიღმა თუ რაღაცა ესეთი საკუთარ თავ დაკარგული ადამიანის ქცევა, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს, იმიტომ რომ სხვა რეალობა და სხვა სიმძიმეა. მაგრამ ძალიან გამიჭირდება გავიგო იმ ადამიანების, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ, იმიტომ რომ მათი რეალობა არ არის ისეთი, როგორც გალის ხალხის კალში მეტი სიმძიმეა, ხო? და ვერ ხვდები ამ ადამიანების გადაწყვეტილების საფუძველს ძალიან მიჭირს. და არ ვიცი ძალიან ისეთი შეგრძნება მაქვს არა მაქვს შეგრძნება მომავალს ერთადერთი შეგრძნება რაც მქონდა რომ მე დავბრუნდები აი ესე რომ მე ვიყიდი და ისე დავბრუნდები და ალბათ ამას მოყვება თუ მე ღრმად მივყვებით ფიქრი რომ ანუ თუ რაღაცას იყიდი ალბათ რაღაცას აბუც გაძლევენ და ესე მოძრაობ რაღაცნაირად აი მიმდინარე მოვლენებსაც რასაც ვაკვირდები და რამდენი ხანს ვიმუშავე ხურჩაში რამდენი ხანს ნაბაკებში ვიყავით გალში ოჩამჩირეში არ დამჭა შტაბეჭდილება რომ რაღაც ხდება იმისთვის რომ რაღაცა შეიცვალოს. დაკარგული მაქვს ეს შეგრძნება რომ რაღაცა უახლოეს მომავალში შეიცვლება. შენი აფხაზეთში ჩასვლა იყო გასაიდუმლოებული ვიზიტით, ანუ შენმა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა არ იცოდნენ ის რომ შენ აპირებდი აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას რამ გიბიძგა რამ გადაგაწყვეტინა ის რომ ესე წამოსულიყავი ამდენი წლის მერე და რა ფაქტორებთან იყო ეს შენთვის და შენთან დაკავშირებული ერთი წუთი გვაქვს შენ მანიშნებს ერთი წუთი გვაქვს და რეკლამა დაიწყება ცუდროს გაწყდა მაგრამ დღეს ამაზე თითქოს ფოკუსის რედაქტორთან მაკაბი ბილაშვილთან ვილაპარაკე და რაღაცნაირად შეიძლება მქონდეს პასუხი მზად ამიტომ ჩემო ჟენია არის ჩვენი ხმის რეჟისორი შეგვიძლია თამამად გავიდეთ რეკლამას და რეკლამის შემდეგ ვეცდები რომ გიპასუხო რა კარგი მისახარ ინტერვიუარი ნატო ჩახ მადლობა დიდი მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე საღამომშვიდობისა ყველას ვინც ახლა შემოგვიეთ და ეს არის გადაცემა უმი სოციუმი დღეს უყვებით იმაზე როგორი იყო ჩვენი მოგზაურობა სოხუმში პრინციპში გადაცემას ორი წამყვანი და ორი სტუმარი ყავს ანუნა ბუკია ნატა თოდუა მე ჩვენ ვართ რესპონდენტებიც ამ გადაცემის და ისეთი ინტერვიუსაც ჩვენ ვუძღვებით დავაანონსე გადაცემის პირველ ბლოგში რომ სოხუმში ვიზიტის შემდეგ პრინციპში არც გვისაუბრია იმაზე როგორი იყო ეს ვიზიტი და როგორი იყო ჩვენთვის რა განცდები გამოიწვია სოხუმში ყოფნამ, სოხუმში ჩასვლამ, არა მხოლოდ სოხუმში, აფხაზეთში, სოხუმიაზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს რომ ჩემი სახლია და რაღაცნაირად ისეთი ის მაქვს ჯაბნის ხოლმე. შეიძლება გამიმეორე შენი შეკითხვა და მე ვეცდები რომ ვიყო გულწრფელი პასუხში. შენი აფხაზეთში ჩასვლა იყო გასაიდუმლოებული რამ გიბიძგა აფხაზეთში ამდენი წლის შემდეგ დაბრუნებულიყავი აფხაზეთში გენახა მოგეძებნა სახლი სოხუმში და როგორი იყო ეს პროცესები დღეს ვუყვებოდი ვახსენე კიდეც რომ მაკაკ ბიბილაშვილი არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი ჟურნალ ფოკუსის რედაქტორი და ერთი სტატია რომელიც ეხება ქართულ ენას აფხაზეთში დავწერე
ამ ჟურნალ ფოკუსისთვის და მე შემთხვევით გადავიკეთე რაღაც ყოველ არაფერი არ ხდება შემთხვევით მე მგონი სწორად გადავიკვირდა დღეს შუაში შემთხვევით ქუჩაში და მაგამ მკითხა რაღაცეები და მის დამი განწყობა ესე იმდენად მქონდა და დობა და რაღაცა სურვილი რომ გამეზიარებინა რომ მაშინ მანაც მკითხა და მაშინ ცოტა ვიფიქრე ამ თემაზე ახლა შენ რომ მკითხე ცოტა მართლა ისეთი მოულოდნელი იყო. რამ გადამაწყვეტნა ალბათ სურვილმა რომ დამემთავრებინა მუდმივი ფორიაქი საკუთარ თავში. რომელიც ჩემს ცხოვრებას ახლავს რაღაცნაირად მუდმივი ძიებას. კონდა თუ არა სინდისის კენჯინა თითქოს რომ აი შენ თავს უნდა დაუმტკიცო რომ მე იმიწას უნდა დავუბრუნდე. და ვნახო ერთხელ მაინც. ხო, ანუ სახლის სადაც ცხოვრობდი, სადაც იყო ძალიან ბევრჯერ იყო ეს სიტუაცია, რომ შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ ყველა სიტუაცია იყო ისეთი, ანუ პრივილეგირებულ როლში, ხო, რაღაცა საერთაშორისო ორგანიზაციით, ან ვიღაცის დახმარებით უფრო და ამის წინააღმდეგობა, ამისადმი მქონდა პროტესტი, მქონდა სულ შეგრძნება, რომ მე სახლში უნდა დავუბრუნდე მარტივად. და არ უნდა მქონდეს არც ასეთი პრივილეგიები და არც ძალიან დიდი ბარიერები და აი ამას რო ვეწინააღმდეგებოდი რომ რატო უნდა ვბრუნდებოდე მე სახლში ასე და რაღაცები მოხდა ხო ცხოვრება მიდის ამდენი წელი გავიდა რაღაცა მნიშვნელოვანი ამ ერთი წლის განმავლობაში რაღაცა მნიშვნელოვანი ისეთ რომ მეტნაკლებად რთულ დიაგნოზთან მქონდა ჭიდილი და რაღაცები მეტად გაამარტივა ცხოვრებაში შემდეგ ამ დიაგნოზის ჩემს თავში არსებობამ სამედიცინო რაღაც დიაგნოზის იმიტომ რომ მივხვდი რომ შეიძლება ასე გავიდეს ბევრი წელი შეიძლება ბევრი წლის სვლასთან ერთად მოვიდეს ბევრი არასწორი ფიქრი ბევრი უტოპიური აზრი მითი რაღაცა გაფეტიშება განდიდება და მივხვდი რომ ეს არ მომინდა და ძალიან დამაშორებდა იმ რეალობასთან რა რეალობაც შეიძლება იქ არიან რა რეალობაც მე უნდა მეგრძნო ამ გარემოდან აი რაღაცნაირად კომბინაცია იყო ამ ყველაფრის და ამიტომ მომინდა რომ ხო ყველაზე მთავარი აი ეს მუდმივი სურვილი სახლის ძიების და სახლის სახლად არც სიფთ ვერ აღიქვამ ხო ვერაფერს შენ სახლად და რაღაცნაირად უარყოფა იმისი რომ შენი სახლი აქ არ არის და იქ სადღაც არის ცოტა ამისგანაც დავიღალე ახლა სხვა შეგრძნებები მაქვს და ახლა რაღაცა ახალ შეგრძნებებს ვსწავლობ ჩემს თავში რაც გაჩნდა და რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს დასრულებულიყო დამთავრებულიყო და ყველაზე მეტად არ მინდოდა მენახა ჩემი თავი ისეთი რომელიც დაშორდა რეალობას, რეალურ აღთქმას, სოხუმთან, სახლთან და დევნილობასთან დაკავშირებით. ანუ შენ გინდოდა რეალურად დაგენახა სოხუმი? ხო, რაღაცნაირად მინდოდა რომ ძალიან ყოფილიყავი ახლოს მოვლენებთანაც, რეალურთან და შეგრძნებებთანაც. მე უნდა დაგიბრუნე შეკითხვა. ახლა შეგიძლია და ასე შეიძლება ძალიან შორტ წავიდეთ და შემთხვევით ბევრი ისეთი რამ თქვა მე რის თქმაც ვინანო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე რომ ალბათ არის რაღაცები რაც შენს თავში უნდა დაცა ისეთ თემას ეხება შენს თავში უნდა დაიტოვო. დაბრუნებაზე მკითხე შენ და სულ მინდოდა მე ჩვენთვისაც მეკითხა შენ როგორი ემოცია გაქვს ამ სიტყვაზე დაბრუნება? მე თითქმის ყოველ წელს ბრუნდები აფხაზეთში, როდესაც ჩავდივარ ბებიასთან და ბაბუასთან. მე ცოტა კრიტიკული თვალით ვუყურებ, მეც შენი თქმის არ იყოს, ვერ ვხედავ ამ ეტაპზე დღეს ისეთ მყარ ბრეკეტებს, რომ ესეთი თამამი სიტყვა ვთქვა, რომ მე დაუბრუნდები და მე მომავალი მექნება აფხაზეთში და საერთოდ ვთვლი, რომ იქ ცხოვრებ ახალგაზრდა ქართველებს, ჩემ თანატოლებს დიდი შანსი, დიდი მომავლის მაინც და მაინც არ აქვს სამწუხაროდ მე ესე ვუყურებ რეალობას და გალის რაიონს რაც შეეხება მდგომარეობა მართლაც რთულია იმ მხრივ რომ ხალხი მაინც განიცდის ასე თუ ისე ზეწოლას და მაინც არის შიშის ფაქტორი მეც შენი თქმის არ იყოს არ მინდა დავკონკრეტდე და ანუ რაღაც ისეთი თამამი სიტყვები ვთქვა, მაგრამ მე მაქვს ამის უფლება, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. ბუნებრივია დღეს ისეთი რაღაცნაირად მე ვფიქრობდი, რომ ძალიან
ისე თამამი ნაბიჯია პრინციპში ჩვენ გავრისკეთ რომ ჩავედით აფხაზეთში და დღეს ამაზე ლაპარაკი იმიტომ რომ როგორც თქვი ძალიან პირადია ძალიან პერსონალურია და ინტერესებს როგორ ჩახვედი აფხაზეთში აჰა მეკითხები ესე შეკითხო მოდი მართლა რა კარგი ინტერვიუ ხარ კმაყოფილია ესე წამოვიდი მე ძალიან ცუდი რესპონდენტი ვარ როგორ ჩავედი ესე ყველას ძალიან უგურს და ყველა მეკითხება ჩავედი მოწვევით ეს სულ ასე აღნიშნავ რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი აი კედლის კალენდარი რომ გინახავთ და ქაღალდი რომ ესეთი ფარატინა მოწვევა რომლის მიღებასაც პრინციპში ბევრი პროცედურა სჭირდება და დასჭირდა მოწვევა გამიკეთა ლალიმ რომელიც არის დედა შენი და რომელიც ცხოვრობს ნაბაკევში და აქვს შესაბამისი საბუთები იმისთვის რომ იქ იცხოვროს ისე რომ მას არავინ არ შეედავოს და მუდმივ წნეხში არ იყოს როგორცაც განიცდის უამრავი ადამიანი ვინც იქ ცხოვრობს მათი წესების მიხედვით მას ჰქონდა უფლება ეს მოწვევა გაეკეთებინა და ჩავედი აფხაზეთში აი ამ მოწვევით ენგურის ხიდის გავლით მე მქონდა საზღვარგარეთის პასპორტი ქართული ხიდზე თვითონ ხიდის ბოლოში ვაჩვენე რუს მესაზღვრებს პრინციპში ორი პუნქტი გავიარეთ აფხაზური და რუსული და ესე აღმოჩნდი ენგურის იქით ამ ხარეს როგორც კი აღმოჩნდი იქით ამ ხარეს უცებ შემომეფეთა ბევრი რამე მანამდე უჩვეულოდ აფხაზური ბანერებით წარწერებით სხვა გარეგნობით და ყველაფრით და ცოტა ისე ვიყავი შეშინებული არ ვიყავი მაგრამ ვიყავი დაძაბული მეტად იმიტომ რომ იმდენად საკუთარი თავის გამო არ მეშინა და რამდენადაც პასუხისმგებლობის გზნობა მქონდა ლალისადმი და ყველა იმ ადამიანისადმი ბაბუასადმი რომელიც მაცილებდა საზღვარზე თან მომყვებოდა და რომლის მეშვეობითაც მე მოხვდი აფხაზეთში რატომღაც სულ მეგონა რომ თუ რამით მიუღებელი ვიქნებოდი ვინმესთვის რაც აბსოლუტურად შესაძლებელი იყო ამით პრობლემა არ შევექმნა იმ ოჯახისთვის რომელიც ძალიან ახლო გახდა ჩემთვის და დროის მოკლე მონაკვეთში აი ესეთი ამბავია შენ ენგურის ხიდზე ჟენე მაჩვენებს ისევ რომ რეკლამის დროა თქვენ შეგიძლიათ არ მხოლოდ გვისმინოთ არამედ გვიყუროთ ამისთვის უნდა შემოხვიდეთ რადიო იმედის Facebook გვერდზე ან პირდაპირ imedi.fm ჩვენს ვებ გვერდზე და ნახოთ live stream-ი ვიდეო stream-იც და აუდიო stream-იც იმავდროულად ნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი სტუდია და როგორ მიმდინარეობს გადაცემა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე საღამოშვიდობისა მოგესალმებით ყველას ვინც ახლა შემოგვიერთდა მე და ნატა თოდუა ჩემი სტუმარი და ინტერვიუერი მუშაობთ დღეს რადიო იმედის სტუდიაში და საუბრობთ სახლზე სოხუმზე, ნაბაკევზე, აფხაზეთზე და ჩვენს ვიზიტზე, როგორც უკვე არაერთგზის ვახსენე სექტემბერში ჩვენ ვიყავით სოხუმში და დღეს პირველად ესე გადავწყვეტეთ, რომ ერთმანეთს ღია ეთერში გავუზიაროთ რა შეგრძნებები დაგვეუფლა მაშინ და გავუსვათ შეკითხვებიც, რისი დროც პრინციპში არც გქონია და ალბათ რაღაცნაირად დაგვჭირდა ეს პაუზაც იმისთვის, რომ თავი მოეყარა ყველა შეკითხვას, რომელიც გვინდოდა რომ დაგვესვა. იცი რა მინდა კითხო, როდესაც ხარ ნაბაკევში და როდესაც ხარ თბილისში, ემოციური თვალსაზრისით, აი რა განსხვავებაა დღეს ნაბაკევსა და იმ ადგილს შორის, სადაც ჩვენ ცხოვრობ თბილისში შორის. აი რომ შეადარო, რაც ხდება თბილისში და რაც ხდება ნაბაკევში, სადმე გადაკვეთის წერტილი რამეს თუ აქვს. ძალიან დიდი რადიკალური განსხვავება აქ რომ ვარ, რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ და როდესაც სახლში ჩავდივარ აფხაზეთში, თითქოს ვიცვლები, ანუ ისეთი აღარ ვარ, როგორიც აქ. ანუ ალბათ გარემო პირობებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ვეწევი, ვარ სტუდენტი, პარალელურად ვმუშაობ, ყავს მეგობრები, სწავლობ ჯიპაშიც. სწავლობ ჯიპაშიც. რა თქმა უნდა და ანუ ეს ყველაფერი ძალიან ნათელი მომავლისკენ მიბიძგებს, ანუ
ჩემს თავს ვხედავ წარმატებულ ადამიანად მომავალში და ამ ყველაფრისთვის მე ძალღონეს არ ვიშურებ, მაგრამ როდესაც ჩავდივარ აფხაზეთში და ირგვლივ ყველაფერი არის ჩანაცრისფერებული, ახალგაზრდობა თითქმის არ არის, არიან მოხუცები, რომლებიც გადამწვარ სახლებში ცხოვრობენ და ძალიან მძიმე მდგომარეობა გადასვლასთან დაკავშირებით, რომ უკეთესობისკენ ჯერჯერობით არაფერი არ იცვლება იქ ცხოვრები ქართველებისთვის, ეს ყველაფერი იმედს მიკარგავს და თითქოს მავიწყდება, რომ პარალელურად სხვა ცხოვრებაც მაქვს თბილისში. და თითქოს მეც უკან ვბრუნდები 90-იან წლებში, როდესაც ან იქ გაჩერდა დრო თითქოს იმ 90-იან წლებში, როდესაც ომი იყო აფხაზეთში და მე ვიყავი პატარა, 3 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენ წამოვედით იქიდან და ბევრი არაფერი არ მახსოვს, დევნილობის პერიოდი მახსოვს, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. და დღეს რო ჩავდივარ, უკვე ისეთი მომენტი მაქვს მე თვითონ, რომ მაწუხებს ეს ყველაფერი, ანუ რაც დრო გადის და ხვდები, რომ არაფერი არ იცვლება იქ, ხანდახან სურვილი მაქვს ხოლმე, რომ ხშირად არ ჩავიდე, ანუ თუ რაღაცა საჭიროებამ არ მოითხოვა, არ მინდა ხოლმე, რომ რაღაცა უარყოფითი ენერგია მოაქვს ამ ყველაფერს ჩემთვის და ცუდი ემოციით ვივსები და ხანდახან მინდა რომ თავი მოვიტყო და სხვაგან წავიდე აზრებით და კარგზე ვიფიქრო და მაზე რომ ყველაფერი კარგად იქნება და თითქოს არ არის ისეთი როგორიც რეალურად არის. თუნდაც ჩემი სახლი რომელიც დამწვარია და ფიცრულისთვის შეგვიფარებია თავი ესე რომ ვთქვათ და ანუ ძალიან რთულია ეს ყველაფერი ჩემთვის. თითქოს ორი ცხოვრება მაქვს, იქ სხვა ცხოვრება მაქვს, აქ თბილისში სულ სხვა ვარ და არ არის ადვილი ეს ყველაფერი ჩემთვის. აი ბალანსის პონს მეც მაქვს ესეთი გაორება, გასამება, გაუთხების შეგრძნები და ძალიან რაღაცნაირად სხვადასხვა მეთოდი მაქვს ამასთან ბრძოლის, რომ სადღაც ვიპოვო შუალედი, რომელიც შემიყვანს კომფორტის ზონაში. შენ შემთხვევაში რა მცდელობები გაქვს იმისთვის, რომ როგორც ადამიანმა, რომელსაც გაქვს რაღაცა ესეთი წარსული, რომელიც მუდმივად გახსენებს თავს, იპოვო შენი კომფორტის ზონა, სივრცე, არეალი, სადაც რაღაცნაირად იქნება ყველაფერი უფრო მშვიდად. ალბათ ყოველთვის თავარი, რაც გჭირდება ესეთ დროს ამ გაუთავებელი ბრძოლისას. იმის თქვენ შემიძლია რომ მე რომ აფხაზეთიდან ვარ, რომ გამოვიარეს ომის პერიოდი, დევნილობის პერიოდი, გარდატეხის ასაკში მქონდა ძალიან დიდი კომპლექსი. კომპლექსი იმის რომ მე ვიყავი დევნილი, არ მქონდა ისეთი პირობები როგორიც თბილისში ჩემს თანატოლებს, თანაკლასელებს, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჩემთვის სიძლიერის მომცემი, ანუ მე ამ ყველაფერმა მომცა ძალიან დიდი მოთმინების უნარი და ბრძოლის უნარი, რომ მე ვიყავი დევნილი, რომ მე სახლი არ მქონდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მე დღეს ესეთი აქტიური ვარ და მონდომებული ვარ, რომ შევცვალო ჩემი მომავალი, ჩემი ცხოვრება შევცვალო და თუ მექნება იმის საშუალება, ჩემს კუთხეს, ჩემს ქვეყანას გაუმართლო იმედები და სასიკეთოდ შევცვალო. თან ისეთი არის ზოგადად ეს დევნილობის თემა, არ მინდა რომ უბრალოდ ძალიან გავწდეთ ჩვენს მოგზაურობას, მაგრამ თან ეს დევნილობა და თვითონ სტატუსი რომ შენ ხარ დევნილი, ხშირად რაღაც იკვეთება. ან ძალიან რთულია რომ ხო, ძალიან რთულია რომ განცალკევებული იყო. ყველაზე მეტად რა გიყვარს იმ გარემოში, საიდანაც შენ ხარ? რა არის ის რაღაცა, რაც მუდმივად გიხმობს მაინც შენი სახლისკენ, რომელიც პრინციპში გარემო იმდენად დამძიმებულია, რომ ხშირად იწვევს ნეგატიურ ემოციას და განწყობას, მაგრამ მაინც სახლის გარემოა. სუნი. ვისი სუნი აქვს? ჩვენ ეზოში ძალიან დიდი ეზო გვაქვს და არის ძალიან დიდი 100 წლის ძალიან ბევრი მაგნოლიის ხე. შენ იცი სურათები გაქვს გადაღებული. ჩემი საყვარელი მაგნოლია. და ბავშვობაში
ყოველთვის მახსოვდა მისი სუნი, ანუ მაგნოლიის ყვავილის, ხის ყვავილის სუნი. და ეს სუნი ასოცირდება ჩემთვის სახლთან და აფხაზეთთან. ეს სუნი ძალიან მიყვარს ზოგადად. შენთვის აფხაზი ვინ არის? აი ესე რომ გითხონ, ნატა, ვინ არის შენთვის აფხაზი? ჩემთვის აფხაზი არის საზღვარზე რო გადავდივარ, ფორმაში ჩაცმული იარაღით, კაცრი გამომეტყველებით და შიშთან ასოცირდება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მტერი არ არის. ანუ მტერს ვერ ვხედავ, ანუ ვფიქრობ, რომ აფხაზი, ანუ ყველა აფხაზი არ ვფიქრობ, რომ ჩემი მტერია და შიში მაქვს. მე ვფიქრობ, რომ მტერი ერში არ არის, მტერი პიროვნი ადამიანშია და მე არ შემიძლია იმის თქვა, რომ ძულს აფხაზიერი, ან რუსიერი, ანუ ეს გამოთქმა ზოგადად არ მიყვარს, ანუ არ უხმარობ ესეთ გამოთქმას. ბავშვობაში უფრო მქონდა ესეთი ის, რომ აგრესია მქონოდა უფრო, მე ესე ვიცოდი, რომ მე აგრესია უნდა მქონოდა, მაგრამ როცა წამოვიზარდე და უფრო გავიეცანი ყველაფერს და სიღრმისეულად ჩავწვდი რა როგორ არის და რა შეასაქმე, არანაირი შიში და ზიზღი არ მაქვს. რუსი? რუსეთს იგივე შემიძლია თქვა, თუმცა აქ გავეხსენებ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვიყავით ილორში. აფხაზეთში ყოფნის დროს ჩვენ ნახეთ ილორის ღირსშესანიშნავი ტაძარი, რომელიც ძალიან ძველია და ჩვენ რო შევედით, იქ ყველაფერი რუსულად იყო, წირვალოცები რუსულად ტარდებოდა და იქაური ადგილობრივები, თუ ჩამოსული ტურისტი რუსები ძალიან ცოტა ძალიან არა, მაგრამ რაღაცნაირად აგრესიის მომენტი მქონდა, რომ მე მქონდა მე ისეთი შთაბეჭდება დამჭა, რომ თითქოს ჩვენ არ ქონდა უფლება იქ ყოფნის, აი რაღაც ამის დემონსტრირება უნდათ, რომ თქვენ რატო ხართ აქ და თქვენ რა გინდათ. და შესამჩნევი იყო, რომ ჩვენ არ ვიყავთ აფხაზები, არც რუსები. კითხეს, რომ თქვენ რო კითხეს ჩვენ, რომ თქვენ ტურისტები ხართ და ჩვენ ვთხარით, არა ჩვენ ვართ გალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ გითხრეს, რომ თქვენ არ გავხართ გალში მცხოვრებ მოსახლეობას, თქვენ თბილისიდან ხართ ჩამოსულები და რატომ მალავთ, რომ თბილისიდან ხართ? არა, არ მალავთ, რომ თბილისიდან ვართ, ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ, აქაც ვცხოვრობთ, ვეწევით მომთაბარეობას. ეს მაღაზიაში ეს მაღაზიის გამყიდველი და ანუ ზოგადად თბილისელებზე რაღაცა მაინც თბილისთან ჩასული გამოიკვეთება იმ რაღაცა ჩაცმის სტილით, ესთეტიკით და სამოსის ფერით, ხო, და ეს თვალსაჩინია იმ გარემოში, სადაც უფრო სხვა ცხოვრების ესთეტიკა და სტილი არის ამ მდგომარეობის გამო. ილორზე ყვებოდი და სულ ფიქრობა იმ ფაქტზე, რაც იქ მოხდა, მე და შევიყავით ტაძრის ძირითად ნაწილში, სადაც ქართული ფრესკები ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული და ჟამთასვლის გამო არის უბრალოდ გაშავებული და საყოფა ცხოვრება, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, კალენდარი, არ ვიცი, საათი იყო, კიდევ რაღაცა ხელსაწმენდი არის მიკრული იმ ნაწილშიც, ეს ხატია, რაც ასევე ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის. და ეს მუდმივი კონტროლი, რომ არ გადაგვეღო, არ უნდა გადაგვეღო, ვინ ხართ, რატომ იღებთ, რატომ და ჩვენ ვაგრძელებთ, ვიღებთ, ანუ რაც უფრო ვიგრძალავენ, მით უფრო მეტად ვცდილობთ, რომ გადავიღოთ და ერთმანეთს ვეხმარებით, რომ რაღაც გადავიღოთ და უცებ ის წყვილი თოლქმარი რუსი ტურისტები ამ ჯგუფიდან, რომლებიც უთითებენ ტაძრის მსახურს, რომ ჩვენ ვიღებთ. გახსოვს ეს მომენტი? ძალიან კარგად მახსოვს. და მე ეს მსახური მოდის ჩვენთან და კიდევ ერთხელ უფრო მკაფიოდ გვიგრძალავს გადაღებას. მე მგონი ამის შემდგომ იყო რომ ძალიან ბევრი გადავიღეთ სპეციალურად იმისთვის, რომ ეს რაღაცა პროტესტი, ერთგვარი პროტესტი იყო ჩვენ. ეს იყო ჩვენი პასუხი, რომ უფრო საპირისპიროდ ვიქცეოდით, უფრო მეტად ვიღებდით. მალულად ფოტოს. ამ რამდენადაც ეს დარბაზი ილორის ტაძარი შეიძლება თქვა რაღაც ტერმინოლოგიაში და შეფასებაში შევცდე, მაგრამ აი როგორც ნახველმა და ვიზიტორმა შემიძლია ესე ავხსნა, რომ ცენტრალური დარბაზის ნაწილი, რომელიც არის გრძელი, იყო სრულად გადათეთრებული, რაც პრინციპში მისვლამდე ვიცოდით, რომ გადათეთრებული იყო, მაგრამ მე მგონი კიდევ ერთხელ იყო რაღაცნაირად ესე შელესილი, თან
პეწი რო აკლია ისე რო არის შელესილი რაღაცა გათეთრებული და არა უაზრო თეთრი ფერი. ძალიან ჩემთვისაც ესე იყო რომ დარბაზში როგორც კი შევედი საოცარში მქონდა განცდა სხვა რაღაცის და როგორც კი შევედი ეს სითეთრე და შუქით ესე მეცა თვალში და მქონდა მიუღებლობა იმ აფხაზი გაცრავად რუსი მსახურის მე მგონი არ ვიცი ვინ იყო მე შევიკავებ თავს ვარაუდებისგან მსახურისადმი რომელიც ჩანდა რომ იმ წრეში იყო მთავარი გამოგდებული შეგრძნებით ხო რაღაცნაირად არ მქონდა და გაიც რომ გამოვედით ეზოში მე და ბაბუა ვიდექით შენც იყავი ჩვენთან ერთად და გამიგვირდა რომ ქართულ წარწერებიანი საფლავები იყო ხო და ეს ნაწილი სამრეკლოსთან ახლოს შესასვლელი უბრალოდ საერთო სამრეკლო შესასვლელთან რაღაცნაირად შენარჩუნებული იყო. თუმცა რომ მივედით და შორიდან შევხედეთ, მაინც შეფერილობის, გადაღებვის, არ ვიცი რის გამო, მაგრამ ეს ილორი, რასაც ის ილორი, რაც ნახვის მოლოდინიც მქონდა, ხო, არ დამხვდა ისეთი, არ დაემთხვა ჩემს მოლოდინს შესვლისთან. შემიძლია თქვა მეგონა რომ უფრო ძველი სიძველის იერი ექნებოდა, მაგრამ რატომღაც ძალიან თანამედროვე ტაძარის გარედან შესახედ, ანუ შიგნითაც, მაგრამ ძალიან თანამედროვე შესახედაობის ტაძარი დაგვდა. პირველი შოკი მივიღე, როდესაც ვნახე კონდიციონერის ფილტრს ორი უზარმაზარი დამაგრებული, ესეც მცირე მოცულობის ტაძარში, ხო, ეს ზოგადად გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ეს კონდიციონერის ფილტრის ნაწილი, ვენტილაციის ნაწილი, ფოტოები, წარწერები, რკინის კარი, რაღაცნაირად ყველაფერი იმისკენ იყო. ისეთი ფილებისგან იყო დამზადებული, რომ ფეხი მიცურავდა, კინაღამ დავეცი. სისადავე აკლდა თითქოს ისეთი, როგორიც შეიძლება კონდეს რაღაცა ტიპის სალოცავს და ნუ განსაკუთრებით ილოს, რომელსაც ამდენ საუკუნოვანი ისტორია აქვს. ახალი ტაძარია მის ადგილას და რა ის რაც წლების წინ საუკუნეების წინ იყო. ისი რა მინდა კითხო გზის როდესაც ილორისკენ მივდიოდით ხიდზე უბრალოდ არ მახსოვს შენ თუ არა იყო გაწმენდითი სამუშაოები ტარდებოდა ლიანდაგზე ეს მომენტი თუ გახსოვს გახსოვს? კი, იყო ძალიან გადმოვედით ხიდი უნდა გადაგვეკვეთა და ხიდ ქვეშ უბრალოდ ძალიან სწრაფად მოძრაობდით და ამიტომ ამის ვერც გადაყება ვერ მომასწავეთ და ვერც კარგად თვალიშევლება, მაგრამ ეს მთელი პერიმეტრი სარკინიგზო იყო. ძღოლმა მიგვანიშნა რომ ნახეთო, გადაიღეთო ესეცო, მაგრამ ჩვენ არ ვერ მოვახერხეთ უბრალოდ გზაში. ხო, ამის სწრაფად დროიდან გამომდინარე ესეც ან კაფეოდ მახსოვს რომ დიდი პერიმეტრი იყო ძალიან დიდ ტერიტორიაზე გასუფთავებული უკვე და სამხედროების შეგრძნება და ზოგადად ძალიან უჩვეულო არის სამხედროს ის ძალიან უჩვეულო დღეში აი ვერც კი წარმოიდგენ რომ აქ შეიძლება რკინიგზის მაგისტრალი შეიძლება გაკეთდეს და რამდენიმე წელში შეიძლება 2-3 წელში მაქსიმუმ გაიაროს ჩვეულებრივ ზოგადად ეს ტყის თემა სულ გაქვს, როდესაც ჩადიხარ, თუ ცენტრალურ გზას მიუყვები, ვისაც უნდა წარმოიდგინოს როგორი ახლა აფხაზეთი, თუ ენგურის ხიდს გადახვალ და ცენტრალურ გზას მიუყვებდი სოხუმამდე, თუ ნამყოფი ხარ, მიხვდები რომ რაღაც ისე არ არის. უბრალოდ რაღაცა სახლების ნაკლებობაა პერიოდულად, რაღაცა ძალიან პერიოდულად მონაკვეთი, სადაც საცხოვრებელი უნდა იყოს, გამწვანებულია. და ეს სიმწვანე და ეს არ არის უბრალოდ სიმწვანე ან რაღაცა ტყის მასივის ნაწილი ან რაღაცა დაუსახლებელი ტერიტორია უმეტესწილად ეს არის ნასახლარები რომელშიც შეჭრილია ბუნება და რაღაცნაირად გაბატონებული და ყველაზე ესეთი შემზარავი ჩემთვის იყო როდესაც ნუ პირველი ეფექტი და პირველი რაღაცა ჯახი რაც მივიღე როდესაც სახლების კიბეები და მხოლოდ მეორე სართულის ზემო ნაწილი არის ფანჯრის ნაწილია შემორჩენილი და მის მიღმაც ჩანს მთელი სივრცედაც ამიტომ მხოლოდ ეს არის სახლისგან დარჩენილი და მეორე იყო რომ ბუნება იმდენად შეჭრილია რომ ეს ნასახლარებიც კი აღარ ჩანს უკვე და რაღაცნაირად ეს ეკალბარდები ჩახლართულია და გაბატონებულია ყველაფერზე და ეს დაუბრუნდები ისე შოკი იყო როდესაც
მე მგონი ოჩამჩირესთან ვიყავით უკვე ახლოს საფლავებს გავუარეთ და სადღაც ერთ საფლავთან შუქი იყო ანთებული იქითობისასაც და აქითობისასაც ხელმარცხნივ როდესაც იქით მივდიოდით და დანარჩენი მთლიანად საფლავის ქვები იყო წაქცეული ჩატეხილი და უკვე ეს რო ეტყობა რომ რაღაცა ტყის მასივი სიმწვანე ხეები ეკალბარდები არის ნაწილობრივ შესული და აგრძელებს აი შემოსვლას და რაღაცნაირად ძალიან დამთრგუნა აი ამან დასასრულს ჯენა გვანიშნებს რომ დასასრულისკენ და წავიყვანოთ ჩვენი გადაცემა მე მინდა კითხო რომ ამ ჩვენი 4-5 დღიანი ვიზიტის დროს ყველაზე რთული რა იყო შენთვის ჩემთვის ყველაზე რთული ალბათ ის მომენტი რომ უბრალოდ იმის გათვითნებიერება რომ მე სოხუმიდან წამოვიდოდი ანუ დავტოვებდი სოხუმს აფხაზეთს და ცოტა გული მწყდებოდა ანუ იმდენად ლამაზი იყო სოხუმი ჩემთვის ზღვა სანაპირო რომ მინდოდა კიდევ რამოდენიმე დღე მქონოდა იმის უფლება თუ საშუალება რომ დავრჩენილიყავის მე მაგ საკითხს ვუყურებ ესე ის მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო მოხდა იმ ხანგრძლივობით რამდენიც უნდა ყოფილიყო ალბათ პირველი ჩემთვისაც პირველი იყო სახლში დაბრუნება და შენთვისაც პირველი იყო სოხუმის ნახვა და მომავალში რაღაც მოვლენა გაამართლებს იმას რომ ჩვენი ვიზიტი იყო ესეთი მოკლე მაგრამ იმავდროულად ძალიან ემოციური და შემდგომი ვიზიტი როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს ალბათ უკვე რაღაცა ახალ შეგრძნებებს და ემოციებს მოგვიტანს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დღეს მე და შენ ვისაუბრეთ. მე იშვიათად რაღაცნაირად ძალიან ციცი ჩემს ცხოვრებაზე გადიოდა ბევრი შეკითხვა რაც მიკითხე ერთი არის რომ ჩვენ იქ ერთად ვიყავით მაგრამ მეორეა როგორ დავიმახსოვრეთ ერთმანეთი აი ამ პროცესში. მადლობა ვეცადებ ყოფილიყავი გულწრფელი არ ვიცი რამდენად გამომივიდა ამ ემოციური ფონის ამ გამო მსმენელს შევახსენებ რომ ამ გადაცემის რომელიც პრინციპში აბსოლუტურად არ არის ტიპიური ჩვენი ფორმატისთვის მოსმენა შეგიძლიათ უკვე ხვალ რადიო იმედი უმისოციუმი რადიო იმედი Facebook-ის გვერდი უნდა მოძებნოთ მოისმინოთ ჩანაწერი ჩვენ ვცადეთ რომ ყოფილიყავით ბუნებრივები რეალურები მართლები თუ რამე გამოგვრჩა შეგიძლიათ პრინციპში მოგწეროთ Facebook-ზე და ვეცდებით რომ გიპასუხებთ რამის თქმა თუ კიდე შეგიძლია ბოლოს დაამატოთ და დამით დავასრულოთ თითქმის ამოვწურე. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენდით და მოგვიტევეთ თუ რამე უცნაურობა და ტექნიკური ხარვეზები გქონდა ეთერის მსვლელობისას ტექნიკურს არახმისას გულისხმობ შემომხედა არამედ ჩვენი მხრიდან იმიტომ რომ ეს არ იყო მარტივი მოგვეყოლა თქვენთვის როგორი იყო დაბრუნება სახლში და აფხაზეთის ნახვამდის. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი უმისოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე